2012 წლის 21 დეკემბერი. თარიღი, რომელთანაც ბევრი მოვლენაა დაკავშირებული. თარიღი, რომლის მიმართაც საზოგადოების აზრი ორად გაიყო. ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ის თარიღია, როდესაც დედამიწას განადგურება ემუქრება. მეორე ნაწილი კი ამ თარიღს სკეპტიკურად უყურებს. ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია, სინამდვილეში რა მოვლენებია დაკავშირებული ამ თარიღთან. ჩვენი galaktika რო წარმოვადგინო ხილბოსტნეულის სახით, მაშინ ეს იქნება მზე. რთული გამოსაცნობია რომ ეს არის დედამიწა. და ბოლოს ჩვენს galaktikis ცენტრში მყოფი მასიური შავი ხვრელი. ძალიან იშვიათია რომ წარმოვიდგინო 8 პლანეტა ტრიალებს მზის სისტემაში და ერთ ხაზზე რო დაალაგდეს, თან მზის ერთ მხარეს. და რამდენადაც გავიგე მართლა ეგრე მოხდება. და ბევრს ეშინია რომ ესეთი დაალაგება გამოიწვევს, კატასტროფას თან რა გზით. რომ რაღაცა საფრთხე შეუქმნის მზეს და რა თვითონ პირდაპირ დედამიწას და მზე რომ თქვათ და გადავა თავისი ცენტრიდან, მაგ შემთხვევაში დედამიწასაც ესე ვთქვათ დაერხევა. მაგრამ არის რაღაც თეორია, რომ შავი ხვრელი არის galaktikis ცენტრში და ეს აღლუმი რაღაცნაირად თითქოს შავი მატერიის და შავი ენერგიის ჩაკეტვას გამოიწვევს. ნამდვილად, ჩემი აზრით დიდი უაზრობა არის, იმიტომ რომ არც იციან რაზე ლაპარაკობენ თვითონ. ის რომ რაღაც კატასტროფა მოხდეს და რაღაც მე პირადად დიდი ეჭვი შემაქვს მაგაში, იმიტომ რომ რა ვიცი, უბრალოდ პლანეტების განლაგება არის და გრავიტაცია ჩვეულებრივად არის, იქცევა, არაფერი არ იცვლება, მაგრამ ბოლომდე გამორიცხულიც ალბათ ვერ იქნება, იმიტომ რომ ყოველთვის არ ვიცით 100% დარწმუნებული არ ვიქნებით რას უნდა ვეუბნოთ. აჟიოტაჟი რომ იქიდან წამოვიდა, რომ წინა სამყარო მაიას თქვენი დამთავრდა 13 ბაქუნის დროს. ბაქუნ არის ესეთი მათთვის ერთ-ერთი ფაზა რა, დიდი კალენდრის, წრფივი კალენდრის. და 2012-ში გადის ზუსტად ეგ 13 ბაქუნი. და საინტერესო ის არის, რომ რის გამოც გონიათ, რომ სამყარო საფსრული დგება, ანუ ვისაც გონია, რომ ეს არის ბოლო ფაზა. 13 ბაქთუნი ბოლო ფაზა არის. არის კიდევ ამის მერე ფიქთუნი და ასე შემდეგ. ძალიან გრძელი კალენდარია მოკლედ და ამის მერეც გრძელდება ეს კალენდარი და არაფერი არ სრულდება. უბრალოდ ეს თეორია წამოვიდა იქიდან, რომ წინა სამყარო დამთავრდა ამ დროს და საინტერესო არის ის ჯერად ქართველ ახალგაზრდებს და რისი არა. ჩვენი ტრადიციული გამოკითხვა უკავშირდება ცრურწმენების თემას. არსებობს თუ არა დამთხოვები და რამდენად რეალურია სამყაროს აღსასრული, რომელსაც ბევრი 21 დეკემბერს უკავშირებს. მე პირადად 2012-თან დაკავშირებული აჟიოტაჟი სასაცილოდ მიმაჩნია, მაგრამ ნახოთ რას ფიქრობენ სხვები. კითხვას დაგისვევთ. ჯერად თუ არა 2012-ის 21 დეკემბერთან დაკავშირებული ცრურწმენის და რა თამაზე. მე მგონია რომ ეკოსაკურების გამოგონილია ისტორია ალბოვა. არა, ცრურწმენების ანჯერა, აქედან დავიწყოთ. 2012 წელს შეხება 21 დეკემბერს, ხო? ანუ, რადგან წინასწარმეტყველმა მე როგორც ვიცი თქვა, იმანა ქვია ლამამ თქვა, ლამამ თქვა, რომ 21 დეკემბერს რაღაცა ფაზაში შედის დედამიწა და 4 დღე არ იქნება, ანუ მზე. იქნება სიტყვა იქნება, მაგრამ სინათლე არ იქნება. ანუ არც ბოლომდე არც მჯერა, მაგრამ არც სამჯერა, რადგან ესეთი ვარაუდი გამოთქვა ესეთმა ცნობილმა ადამიანმა, რომელიც წინასწარმეტყველებებით არის ცნობილი, ჩემი აზრით, ანუ არის შანსი, რომ მართლა მოხდეს ესეთი რაღაც. ანუ მე მჯერა, რომ არსებობს დამთხოვები. ანუ რაღაც ძალა არსებობს, ზებუნებრივი, რომელიც ამ დამთხოვებს ახდენს. ანუ ჩემ დარწმუნებული ვარ, რომ დამთხოვები არსებობს და ჩემ თხოვით ახდენს, ანუ რაღაცა არსებობს. რა ვიცი, მე მაგალითად არ მჯერა პირადად არაფერს და მე დალევას ვაპირებ, მეგობრების ანახავად არის ფენერი ეს მომენტი და კარგი საშუალებაა, რომ აი მოდი ბოლოს ესე შეხვდეთ. გართობის ხრივ არის უფრო ალბათ კარგი. ანუ დაჯერებით რა თქმა უნდა არ მჯერა და უბრალოდ რაღაცა ერთობა ხალხი რა. შუქი წავაოდა ეს მზადაბნელდა საერთოდ არ მჯერა, მართლა არ მჯერა. რა თქმა უნდა დამთხოვების, რა? დამთხოვების და ცრურწმენების. არ მჯერა. 2012 წლის 21 დეკემბერს არის. ანუ რა სისხლი მგონია ეს ყველაფერი რა. ნუ რამდენჯერ თქვას რომ უკვე იქნება და ახლა დაუჯერო კიდევ ერთხელ? არა. რამე იქნება? არა, არაფერი, ჩვეულებრივი დღე გათენდება და დაღამდება. რავი, არაფერი არ უჩანს, რაღაცა მოხდება საშინელი.
ეს სამ დღეში მე მგონი არ შეიძლება ყველაფერი. Конец света? Я буду 21 декабря в Гудауре встречать, кататься в самых лучших горах с друзьями, пить вино и радоваться жизни. Для меня это самый лучший день будет в году. Ramtxovis კი და ცნობების არა ვფიქრობ 2012-ის 30 დეკემბერში. არაფერს, იმიტომ რომ 11 საუკუნის ადამიანი არ იმსახურებს იმას, რომ მის საუკუნეში ჩემი აზრით ეს ყველაფერი არის ცრურწმენა, იმიტომ რომ ჯერ ისეთი რომ მომხდარ იყო რაღაც აღმოაჩინეს მაიესტომის გაგრძელება და ჩემი აზრით აღარაფერი აღარ იქნება. ეს უბრალოდ ჩემი აზრია. ჩემი აზრით არაფერი არ იქნება საერთოდ. მოგაცრავად, რას ფიქრობ 2012-ის 30 დეკემბერში? სისულელია, რაც უნდა ვფიქრო. ხო. არანაირი. თუ იქნება პადვაში ჩავარდე. არანაირი ის არ იქნება ცვლილება არანა. არის კლიმატის და არის ხალხში პანიკა არის უბრალოდ, თორე მეტი არაფერი.